ფარგლებში კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე იმ ოჯახებისთვის, სადაც სმენის მძიმე დაქვეითების მქონე პატარები იზრდებიან. 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სახელმწიფო ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს. რა შეცვლის ეს გადაწყვეტილება, ვის შეეხება ცვლილება და როგორ აისახება ის ბავშვების რეაბილიტაციაზე, ეკა შარაძე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე და ლიკა ლომიძეს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მედიცინის დოქტორი და პროფესორი შემოგვიერთდა ახლა ჩვენ სტუდიაში. დეტალებზე უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. დილამშვიდობის მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, ვინც სწორედ აი ამ პრობლემით არსებობს. მოდით პირველ რიგში განმარტოთ ეკასთან მეკითხება შეკითხვა, რას გულისხმობს კოხლეარული იმპლანტაცია და რატომ გახდა აი ამ პროგრამის გაფართოვება საჭირო. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა საკითხით დაინტერესებისა და გაშუქებისთვის. დიახ, კოხლეარული იმპლანტაცია მოგეხსენებათ წლების განმავლობაში უკვე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არის შესაძლებელი და ის გულისხმობს სმენის აღდგენას მოწყობილობის კოხლეარული იმპლანტის მეშვეობით. ეხებათ როგორც თანდაყოლილი სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ან სმენის საერთოდ არ ქონის შემთხვევაში ბენეფიციარებისთვის სმენის აღდგენას, ასევე შეძენილი სმენის მძიმე დაქვეითების სიტუაციის არსებობისას კოხლეარულ იმპლანტაციის შემთხვევაში საშუალებით სმენის აღდგენას. ორმხრივ იმპლანტაციამდე მოხდა ამ ყველაფრის გაფართოვება, ხო? აი რატომ გახდა ეს საჭირო? ეს გახლავთ კოხლეარული იმპლანტაცია მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ადამიანმა უზრუნველყოს საზოგადოებაში სრულფასოვანი ადაპტაცია. თუმცა საერთაშორისო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რიგი ბიოლოგიური და ფუნქციური მიზნების მიღწევა სრულყოფილად არის რთული ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის მეშვეობით და აღნიშნული გახლავთ საჭირო არის და აუცილებელი გახდა ორმხრივი აღდგენა სმენის. აღნიშნული მიზნები, რომელთათვისაც გადაწყდა ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია, ეს გახლავთ ბგერის სივრცითი ორიენტაცია, ხმაურიან გარემოში კომუნიკაციის უნარები, ზოგადად სივრცითი სმენის განვითარება, მეორე მხარეს სმენის ნერვის ატროფიის თავიდან აცილება, ორმხრივი სმენის გზების სიმეტრიული განვითარება და ასე შემდეგ. სწორედ აღნიშნული მიზნების სრულყოფილად მიღწევისთვის საერთაშორისო გამოცდილებით აუცილებელია და შედეგის გაუმჯობესებისთვის ორმხრივი იმპლანტაცია და საერთაშორისო გამოცდილებისა და ჩვენი ექიმ სპეციალისტების მოსაზრებების გათვალისწინებით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის გაფართოების მიმართულებით და მიღებული იქნა გადაწყვეტილება 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის. მოდი მაშინ ექიმთანაც გადავიდეთ შეკითხვით და უფრო დეტალურად გითხრას, ქალოტომალიკა, მაი რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ 4 წლამდე ბავშვებში სწორედ მოხდეს კოხლეარული იმპლანტაცია ორმხრივი და ამ შემთხვევაში რა შედეგამდე გავდივართ აი ამ ოპერაციის შემდგომ. მოგესალმებით პირველ რიგში და მეც მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და მადლობას მოვახსენებთ ჩვენ ჯანმრთელობის სამინისტროს და იმ პროგრამის ხელმძღვანელებს, ვინც ეს განიხილა, ვინც თანაგზნობა გაუწია სწორედ იმ ოჯახებს და იმ ბავშვებს, რომლებიც სრული სიყრუით და სმენის დაქვეითებით არიან დაბადებულები, ან როგორც ქალბატონმა გაბრძანა, შეძენილი სმენის დაქვეითება აქვს და მათ საშუალება არ აქვთ განივითარონ მეტყველება, განივითარონ ის ურთიერთობა საზოგადოებაში, რომელიც აუცილებელია ჩვეულებრივი ადაპტაციისთვის. 4 წლამდე ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხო? 4 წლამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მეტყველების ცენტრი თვითონ 4 წლამდე ძალიან აქტიურად ვითარდება. მოგეხსენებათ, ბავშვი როცა საუბარს იწყებს, ზოგიერთი სრულიად ჯანმრთელი ბავშვიც 4 წლამდე ფაქტიურად ბევრი არის შემთხვევები, როცა არ მეტყველებს. ხშირად მოყავთ ხოლმე ჩვენთან, რომ გვიან იწყებენ ბავშვები ზოგიერთი მეტყველებას, თუმცა სმენა აბსოლუტურად ნორმალურია. ამ შემთხვევაში, როდესაც სრული სიყრუია, ბავშვმა შეიძლება ტუჩების მოძრაობიდან, სხვადასხვა ვიბრაციიდან იცოდეს ეს ბგერის აღქმა, მაგრამ და შეიძლება გამოთქვამდეს დამახინჯებულად რაიმე სიტყვებსაც, თუმცა დეფექტური მეტყველება აქვთ ხოლმე ზოგჯერ ძალიან დიდი შრომის შედეგად, რომ ტუჩების მოძრაობიდან ისწავლონ. ამ ოპერაციის შემდგომ უკვე როგორც ჩვილი ისე იწყებს ბავშვი ამ ბგერების აღქმას. მან არ იცის როგორ იცის რა არის მაგი და რა არის ჭიქა, მაგრამ არ იცის როგორ გამოითქმება. არასდროს ყურიდან არ გაუგონია. პირველ რიგში კოხლეარული იმპლანტაცია ცალმხრივიც ძალიან დიდი შეღავათი იყო ამ ბავშვებისთვის, რომ ისინი იწყებდნენ მეტყველებას, თუმცა
ორმხრივი ჩათვალეთ, რომ ჩვეულებრივ ადაპტაციას განიცდის საზოგადოებაში. პროგრამა რო გაფართოვდა ეს გასაგებია, თუმცა ყველა შემთხვევაში ორმხრივია საჭირო, თუ აი როგორ იღებთ გადაწყვეტილებას ცალმხრივით ოპერაცია ჩატარდეს თუ 4 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც ყველას რასაკვირველია, თუ არ არის რამე სხვა ხელშემშლელი ფაქტორი, ან თავის ტვინის ტრავმა, ან რაიმე განვითარების შეფერხების სხვადასხვა ფორმა, რომელსაც ეფექტს ვერ მისცემს ერთი იმპლანტიც კი, არა თუ ორი, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია ერთი იმპლანტის გაკეთება. თუმცა ეს შეფასება უნდა მოხდეს უკვე თვითონ ექიმის მიერ და გადაწყვეტილების მიღებაც რასაკვირველია მოხდება უკვე სამინისტროს მიერ. ორმხრივი ძალიან კარგია ჩვეულებრივი განვითარებისთვის. ბავშვები ჩვეულებრივ 6 წლიდან, როგორც ყველა ბავშვი მივა სკოლაში, უკვე და აბსოლუტურად არ ექნებათ ეს დეფექტი, ეს კომპლექსი, რომელიც შეიძლება შემდგომ განუვითარდეთ, იმიტომ რომ მათ ექნებათ სმენა სრულიად ნორმალური ჩათვალეთ და უკვე ადაპტირებული იქნებიან იმპლანტის გამოყენებასთან და მეტყველებაც იქნება უკვე დახვეწილი და არა დეფექტური. ქალბატონო, ეკაბოდით დაფინანსებასაც გითხრათ, როგორ შეუძლიათ, რომ იმ ოჯახებს, ვისაც ეს საჭიროება აქვთ, მიიღონ ეს დაფინანსება და სრულად ხდება თუ არა ამ ოპერაციის ანაწყაურება და შემდგომ უკვე რეაბილიტაციის ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ცხადია. დიახ, დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარებს არ ჭირდებათ განსაკუთრებული ძალისხმევა. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და გადაწყვეტილების შემთხვევაში კოხლეარული იმპლანტაციის საჭიროების თაობაზე სამედიცინო დაწესებულება თავად აგზავნის მოთხოვნას ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში. რამოდენიმე დღიანი პროცედურა არის განაცხადის განხილვის და დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ უკვე პაციენტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ოპერაციის დასაგეგმად. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოწყობილობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენილი გახლავთ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მიერ წარმოებული, საკმაოდ მაღალღირებული, მაღალტექნოლოგიური ერთი მოწყობილების ღირებულება 40,000 ლარს აჭარბებს. სრულიად უფასოდ გადაეცემა ბენეფიციარს აღნიშნული მოწყობილობა, ასევე ორმხრივის შემთხვევაში. ეს რაღაც გარკვეულ ვადაზე არის გათვლილი ეს მოწყობილობა, თუ მთელი ცხოვრება შეიძლება რომ იხმაროს ადამიანი. მთელი ცხოვრება ეს შუაყურში, რომელიც მუდმივად ხდება მისი, ესე ვთქვათ, ჩადგმა ეს მთელი ცხოვრება ვარგისია, რაც შეეხება გარე პროცესორს, ესეც გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამაში, იმიტომ რომ ეს არ არის მუდმივი და 5 წელიწადში ერთხელ პროცესორის შეცვლაც გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ახლა უკვე ორმხრივი კოხლიარის შემთხვევაშიც 5 წელიწადში შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს პაციენტებს, რომ შეიცვალონ პროგრამის ფარგლებში. ესეც საკმაოდ ძვირადღირებული მოწყობილობა გახლავთ 17,000 ლარზე მეტი არის ერთი პროცესორის ღირებულება და სრულიად უფასოდ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეიცვალონ საჭიროების შემთხვევაში 5 წელიწადში ერთხელ აღნიშნული პროცესორი. ასევე გავამახვილებ ყურადღებას, რომ თვითონ ოპერაციად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არის გათვალისწინებული მისი დაფინანსება და ეს უკვე ხდება სოციალური სტატუსის შესაბამისად. ბავშვებისთვის 80%-იანი დაფინანსება გახლავთ ოპერაციის ღირებულების, ხოლო თუ ოჯახი განეკუთვნება სოციალურად დაუცველ კატეგორიას, ამ შემთხვევაში სრულად 100%-ით ფინანსდება თავად ოპერაციის ღირებულებაც. კი ბატონო, აი რეაბილიტაციის პერიოდი ახსენა ბაბიმ და მაინტერესებს ეს რეაბილიტაციის პერიოდი როგორია როგორც პაციენტისთვის, აი შემგუებლობას გულისხმობ, ისე მშობლისთვის, თქვა, იგივე იმპლანტებთან დაკავშირებით რა უნდა იცოდეს მშობელმა, მოვლა რამდენად რთული არის და ასე შემდეგ. ნამდვილად დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ რეაბილიტაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია განსაზღვრული მიზნებისა და შედეგების მისაღებად, ვიდრე თავად კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციის ჩატარება. და ეს ამიტომაც აი ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე 18 თვიანი რეაბილიტაციის კურსით სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად მშობლების ჩართულობას, აი ამ რეაბილიტაციის კურსის სრულფასოვნად გავლას, სადაც მშობელიც და ბავშვიც სწავლობს აი ამ ბგერების აღქმას, თვითონ ამ კოხლეარული მოწყობილობის მოვლას და მხოლოდ სრულფასოვანი რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი იმ მიზნების მიღწევა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, რათა ბავშვმა შეძლოს სრულფასოვანი ადაპტაცია საზოგადოებაში და მისი განვითარება იყოს თავისი თანატოლების ადეკვატური და იმ დონის. იცით რა მინდა დავაზუსტო, 4 წლამდე გასაგებია, მაგრამ ჩვილობიდან კეთდება ეს ოპერაცია. საერთაშორისო გამოცდილებით, რაც უფრო ადრე იქნება ეს ოპერაცია ჩატარებული, ალბათ ქალბატონი უფრო განაცხადოს, მით უფრო
უკეთესი არის შეგუებაც აპარატზე, იმიტომ როგორც მოგეხსენებათ, გარდა იმ იმპლანტისა, რომელიც შიგნით აყურში ინერგება, ელექტროდი, რომელიც გლოკოკინაში შედის და შემდგომ უკვე ხსმენის ნერვის ფუნქციას ასრულებს, ასევე გარედან აუცილებელია დადგეს მაგნიტით ის იმპლანტის მიმღები აპარატი, რომელიც იღებს ბგერას, გარდაქმნის რადიოტალღებას და მიასწვდის გამზადებულ ბგერას უკვე სმენის ნერვს. ამ შემთხვევაში, რაც უფრო ადრე მოხდება ეს პროცესი, შეგუება გარეთ აპარატზეც უფრო ადვილად ხდება და თვითონ შედეგიც გაცილებით უკეთესია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ერთად კოქლეარულ იმპლანტაციას. დღევანდელ გარემოში ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პრიორიტეტი